სააპელაციო სასამართლოში ირაკლი ოქროაშვილის სარჩელს განიხილავენ. დასვის მხარე ჯეოსელის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს. ოქროაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მიჯილი. და რა ხდება პროცესზე, თამარ ბუბაშვილი ისაუბრებს, რომელიც სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. თამარ, მოგესალმებით. სააპელაციო სასამართლოში პროცესი უკვე 2 საათია მიმდინარეობს. ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში დაზარალებული სტატუსით კითხავენ ჯემალ სვანიძეს, როგორც მან პროცესზე განაცხადა 2007 წელს მას დაუკავშირდა დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც იყო საპარლამენტო მდივანი და მოსთხოვა, რომ ჯეოსელის წილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, მისი გადაფორმება მომხდარიყო. ამის სანაცვლოდ კი ჯემალ სვანიძეს 250,000 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი განუცხადეს, რომ მას პრობლემები შეექმნებოდა, ჩამოერთმეოდა წილები და ამასთანავე ვერ აიღებდა თანხასაც. დღეს დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა არგუმენტები ოქროშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. პირველი არგუმენტი იყო ის, რომ საქმეში არ ფიგურირებს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ჯემალ სვანიძეს მართლაც ეკუთვნოდა ჯეოსელის წილი და ეს არის მხოლოდ მისი განცხადების საფუძველზე. კიდევ ერთი არგუმენტი, რომლის თაობაზეც ოქროშვილის ადვოკატები საუბრობენ, არის ის, რომ 2007 წელს, როდესაც გამოძიების თქმით მოხდა ქრთამის აღება, ირაკლი ოქროაშვილი არ იყო თანამდებობის პირი. ამასთანავე ადვოკატები ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირმა, კერძოდ ირაკლი ოქროაშვილმა აიღო ქრთამი, თუმცა სანაცვლოდ 250,000 ამერიკული დოლარი გადაუხადა საქმეში დაზარალებულად ცნობილს. ადვოკატები დღეს საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე ირაკლი ოქროაშვილის მიმართ და ამბობენ, რომ ეს იყო ყოფილი ხელისუფლების ინტერესებში, რადგანაც ირაკლი ოქროაშვილი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო. მოგებათ, რომ ბატონმა ქიტოშვილმა თავისი ნებასურვილით გააკეთა განცხადება რამოდენიმე კვირის წინ, რომ მისი, ასე ვთქვათ, მის მიერ ბრალიზადება ირაკლი ოქროაშვილისათვის იყო იძულებით მიცემული საკუთარი ოჯახისა და ახლობლების სიცოცხლის, ასე ვთქვათ, მუქარაზე ხელყოფით. აქედან გამომდინარე, დღეს საინტერესო პროცესი გველის, ყველასთვის ნათელი გახდება თუ ბატონი ქიტოშვილი როგორ აიძულა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ირაკლი ოქროაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. სხვა მტკიცებულება, ვინც არ უნდა თქვას, ანუ რაც არ უნდა თქვას, არაფერი არ აქვს ბრალდებას. ერთადერთი არის დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც თითქოს და უკავშირდება ირაკლი ოქროაშვილს და მისი, ასე ვთქვათ, მითითებით მოქმედებდა. თუ დიმიტრი ქიტოშვილი იტყვის, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება, მე არ ვიცი სხვა რა უნდა დარჩეს ბრალდებას, გარდა იმისა, რომ უარი თქვას ბრალდების ხარდაჭერაზე. დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წაიკითხა დიმიტრი ქიტოშვილის განცხადება, სადაც წერია, რომ ქიტოშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ მას სამართალდამცავებმა აიძულეს მიეცა ოქროშვილის წინააღმდეგ ჩვენება, სწორედ ამიტომ ის მზად არის სასამართლოს კიდევ ერთხელ მისცეს ჩვენება. სავარაუდოდ დღეს დაიკითხება სწორედ დიმიტრი ქიტოშვილი. ამ წუთებში კი პროცესზე დაზარალებულის სახით ჯემალ სვანიძეს კითხავენ. დიდი მადლობა, თამარ ბუბაშვილი საუბრობს.